ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი ოთო ირემაძე, რომელიც 22 ნოემბერს დააკავეს, მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ სამართალ დამღლევად ცნოდა 3000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას წვრილმან ხულიგნობას, პოლიციის შეურაცხყოფასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით 22 ნოემბერს ინგოროყვას ქუჩაზე აქციის დროს პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებდა გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე გადასულიყვნენ, რასაც არ ემორჩილებოდნენ, ასევე ოთო ირემაძე ხელს უშლიდა სამართალდამცველებს სხვების დაკავებაში და უმის სამართოდ იგინებოდა. მარშის მცირე ნაწილი იმყოფებოდა იქ, სადაც დამაკავეს. არანაირი საჯარო შეძახილი ან მოწოდება პოლიციის მხრიდან არ ყოფილა, რომ გზის სავალი ნაწილი გაგვეთავისუფლებინა. ვკითხეთ, როგორ უნდა გაგვეგზელებინა გზა და პასუხი არ მიგვიღია. მოუტრიალდით და მაგ დროს დამაკავეს მეც. მივიჩნევ, რომ არც ერთი მუხლი არ დამირღვევია, ახალმისული ვიყავი 22 ნოემბერს აქციაზე და არაფრის მოსწრების საშუალება არ მქონია. მივედი და მალევე დამაკავეს. ცუდ დროს, ცუდ ადგილას აღმოჩნდი. ბევრჯერ ვკითხეთ ჩემ დამკავებელს, რატომ დამაკავეს და სანამ არ დაურეკეს და არ უთხრეს, იქამდე ვერ მიპასუხა. არ ვარ ნასამართლები, არც დაჯარიმებული ვარ. ჩემს ბუნებაში არაა კანონის დარღვევა. იმედი მაქვს ამას გაითვალისწინებთ. განაცხადა ოთო ირემაძემ. ორე დღეა ბაღდადში ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი ბაღდადში სოფელ ხანის მიმდებარე ჩერეული ტყის ფერდობზე 24 ნოემბერს გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცოცხალ ძალასა და სპეცტექნიკასთან ერთად სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სპეციალური ტექნიკითა და აღჭურვილობით 200-მდე მეხანძრე მაშველი მონაწილეობს. დასახლებულ ადგილებზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. 22 ონლაინ მედია ტელეარხ იმედს 23 ნოემბერს ტელეკომპანიის ეთერში გასულ დეზინფორმაციული სიუჟეტის გამო თვითრეგულირებაში უჩივის და გავრცელებული დეზინფორმაციის უარყოფას მოითხოვს. თავისუფალი და პროფესიული სტანდარტების დამცველი ჟურნალისტებისთვის საქართველოს პოლიტიკური გარემო არასდროს ყოფილა შემწყნარებელი, მაგრამ ის, რასაც ბოლო პერიოდში ქართული ოცნება და მასთან შერწყმული პროპაგანდის მანქანები ახორციელებენ, ყოველგვარ კანონიერ და ეთიკურ ზღვარს სცდება. ცრუ და დაუსაბუთებელი ბრალდებები აქამდეც არაერთხელ მოგვისმენია. დამოუკიდებელი ონლაინ მედიების ერთობა კიდევ ერთხელ გახდა ხელისუფლების სამიზნე. პროპაგანდისტული საინფორმაციო საშუალება იმედი თავისუფალი ონლაინ მედიის წარმომადგენლებს აგენტებად და ანტიქართულ გამოცემებად აცხადებს. აბსურდული, ერთმანეთთან დაუკავშირებელი, შეთხზული ამბებისა და ტყუილების კასკადით, იგი თავს ესხმის გამოცემებს, რომელთა პროფესიონალიზმი, მაღალი სანდოობა და რეპუტაცია არასოდეს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ. ხელისუფლებას აწუხებს საზოგადოებრივი მნიშვნელობის თემებზე დასმული კითხვები, რომელიც არსებობს კომპანია Eagle Hills-ის პროექტთან და უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით. მას სურს მედია აღარ აშუქებდეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, უწყვეტ პროტესტს, პოლიტიკურ კრიზისს, უმაღლესი რანგის თანამდებობის პირთა კორუფციულ სკანდალებს, ადამიანის უფლებების შელახვას, მწვავე სოციალურ პრობლემებს და ასე შემდეგ. ამიტომაც ცდილობენ დამოუკიდებელი გამოცემების დისკრედიტაციას და იმგვარი გარემოს შექმნას, რომ ჩვენი არსებობა შეუძლებელი გახდეს. დამოუკიდებელი ონლაინ მედიების ერთობა სინათლე მედია საზოგადოების მაღალი მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამო იქცა ქართული ოცნების სამიზნედ. საზოგადოების მხარდაჭერით კამპანიის ფარგლებში 3 თვის განმავლობაში 22 ონლაინ მედიამ უკვე მივიღეთ ჯამში 100,000 ლარამდე შემოწირულობა. ამ თანხით შევინარჩუნეთ ოფისები და გავწიეთ მასთან დაკავშირებული ხარჯები, გადავიხადეთ ვებგვერდების ფუნქციონირებისთვის საჭირო გადასახადები და ასე შემდეგ. სოლიდარობის გამომხატველი ყველა სიტყვა და მოქალაქეების მიერ გაღებული ყოველი ლარი ჩვენთვის ძვირფასი და იმედის მომცემია. ტელეკომპანია იმედის მიერ მომზადებული სიუჟეტის გამო, სადაც რუსული დეზინფორმაციული ნარატივები და ადგილობრივი პროპაგანდისტების მიერ სახელდახელოდ შეთხზული აშკარა ტყუილები ერთმანეთშია გადახლართული, ერთიანი განცხადებით მივმართავთ თვითრეგულირების ორგანოს და მოვითხოვთ სიუჟეტში გაჟღერებული ცრუ ინფორმაციის უარყოფას. ასევე ვითხოვთ პირდაპირ ეთერს, რათა მოგვეცეს შესაძლებლობა ამ აბსურდულ ბრალდებებს ვუპასუხოთ. ჩვენ თავისუფალი ჟურნალისტები ვდგავართ ერთად და განვაგრძობთ პროფესიული მოვალეობის პატიოსნად შესრულებას, რათა საზოგადოებას მივცეთ შესაძლებლობა ისარგებლოს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების უფლებით. ნათქვამია გავრცელებული ინფორმაციაში. ონლაინ მედიებზე დღეს განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და მათ დაფინანსებული პროპაგანდისტები უწოდა. მობალია კონკრეტულ ეგრეთ წოდებულ ონლაინ მედიაზე ეს არის ასევე ერთ-ერთი დიდი აფერა, თითქოს ესენი არიან მედია ორგანიზაციები. სინამდვილეში ესენი არიან ჩვეულებრივი NGO-ები, რომელსაც აქვთ ვებგვერდი.
და ინტენსიურად აქვეყნებენ რაღაცას ვებგვერდზე. თავისი ფილოსოფიით, მოწყობით, სტანდარტით არიან NGO-ები, ვებგვერდიანი NGO-ები. ვინაიდან არანაირი ჟურნალისტური სტანდარტი მათთვის არ არსებობს, არანაირი ეს არის აბა ეხლა ვისაც ეს არის მე ხო შემაქვს გამოხატვის თავისუფლება, ხო შემიძლია შევაფასო. გეტყვით. იმიტომ ჩვეულებრივ ხედავთ ჩვენ მათ ქმედებებსაც არიან მიკროფონიანი NGO-ები, რითი განასხვავებთ თქვენ, რა ვიცი, პუბლიკას საერთაშორისო გამჭვირვალობისგან. რა არის სხვაობა მათ შორის? ხო, აი უყურეთ, არაფერი სხვაობა არ არის მათ დამოკიდებულებაში, მათ სტანდარტებში, ერთადერთი ეს არის მიკროფონიანი საერთაშორისო გამჭვირვალობა, რომელიც უფრო მეტ სტატიას თავის ვებგვერდზე, ვიდრე ტექსტებს თავის ვებგვერდზე, ვიდრე საერთაშორისო გამჭვირვალობა. ეს ერთი. მეორე, კი ბატონო, მაგრამ ნუ იტყვიან რომ არიან ჟურნალისტები, იმიტომ ჟურნალისტიკა არა, ნუ იტყვიან რომ არიან ჟურნალისტები, ვინაიდან ჟურნალისტიკა გულისხმობს ამბების მიუკერძოებლად გაშუქებას. ამბების გაშუქებას და არა ამბების შექმნას. გახსენით ნებისმიერი ონლაინ ეგრეთ წოდებული ამ მედიების ვებგვერდი და ნახეთ ვინ აფინანსებს. მალავენ თავის დამფინანსებას. რატომ მალავენ? იმიტომ ფაქტია, რომ ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდის თავის ვებგვერდზე დადონ, კაცო, ვინ აფინანსებს. თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნონ, რეესში თუ არ მედია. იმიტომ არიან ჩვეულებრივი პროპაგანდისტები, ბრიუსელის მიერ დაქირავებული პროპაგანდისტები, რომლებიც ემსახურებიან მხოლოდ ბრიუსელისთვის სასარგებლო ნარატივის დამკვიდრებას და სხვათა შორის ბრიუსელის დაქირავებული ყავს არა მხოლოდ ეს ეგრეთ წოდებული ონლაინ მედია, არამედ რადიო თავისუფლება, თქვენი რადიო თავისუფლება მედია არის, რომელიც შექმნილი ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის მიერ, სპეცსამსახურის მიერ შექმნილი ორგანიზაცია, რომელსაც აფინანსებდა ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტი და დღევანდელმა ხელისუფლებამ ამერიკის შეერთებული შტატების შეუწყვიტა დაფინანსება, ვინაიდან თქვა, რომ ისინი არიან პროპაგანდის იარაღი და შეუწყვიტა დაფინანსება იმ ქვეყანამ, რომლის სპეცსამსახურებმაც რადიო თავისუფლება დააფუძნეს და ვინ აფინანსებს დღეს? ევროკავშირი აფინანსებს მას. და ვინ არის გაჟონილი ინფორმაციები სადმედის ხოლმე რადიო თავისუფლებაში, როგორ ჟონავს მაინც და მაინც ამ ერთ მიმართულებით ხოლმე ევროკომისიიდან ინფორმაცია და სხვაგან არ ჟონავს. რატო ჟონავს? იმიტომ რომ არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტური რუპორი ბრიუსელის რადიო თავისუფლება. თქმას პროპაგანდისტს უნდა ეწოდოს პროპაგანდისტი, ჟურნალისტს უნდა ეწოდოს ჟურნალისტი. კიდევ ერთხელ ეს არის რაც შეეხება სხვა სქემებს, მათ შორის მნიშვნელოვანი ასპექტი იყო ამ სქემებთან დაკავშირებით, ისაც ჩვენ საუბრობდით, რომ ხედავთ ჩვენ, რომ არის მცდელობა გვერდი აუარონ საქართველოს კანონმდებლობას, აი ეს ხალხი ის ბრიუსელი და ცდილობს გვერდისავლას, ჩვენ როგორ უნდა გვერდი არ აუაროთ რუსეთის მიმართ ჩვენს მიერ დაწესებულ სანქციებსო და შეზღუდებს და ჩვენ კანონმდებლობას გვერდი უნდა აუარონ. თურმე ესტონეთში უნდა ჩარიცხონ ფული, ჩემოდნებით უნდა ატარონ აქ ფული, რაღაც იმითი კრიპტოვალუტები უნდა რიცხონ და სხვადასხვა ქვეყნებით და ამხელა კრიმინალური ენერგია არის ჩადებული ამაში, რომ მიდიან სისხლის სამართლის დანაშაულზე მათ შორის, კანონის დარღვევაზე, გადასახადების დამალვაზე, სხვა სახის დანაშაულებზე მიდიან. საქმე იმაშია, რომ ეს დონორები უბიძგებენ აქ ადგილზე არსებულ ორგანიზაციებს, რომ დაარღვიონ კანონი. გამჭვირვალობის კანონზე უკვე ვიცით დადასტურებულად, რომ მათი ნაბიძგებია, რომ არ დარეგისტრირდეთ, მათი კარნახით არ დარეგისტრირდნენ, დონორების კარნახით. ვინც დარეგისტრირდა, იმას მე ფულს არ აძლევენ და თუ გინდა ფული მოგცე, არ დარეგისტრირდა, არ დაემორჩილო კანონს. მეორე, იგონებენ სქემებს, როგორ აუარონ გვერდი საქართველოს კანონმდებლობას და მათ შორის ამ სქემის ნაწილიც არის სისხლის სამართლის შეზღუდვების დარღვევა, როდესაც ფული არადეკლარირებულად მოძრაობს საქართველოს ტერიტორიაზე. ასე რომ, რა თქმა უნდა, ყურადღება არის მისაქცევი ამ ყველაფრის. მე ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია არ არის. ვისი კომპეტენციაც არის ის აკვირდება ამ პროცესებს, სადაც ნახავს დანაშაულის ნიშნებს, იქ შესაბამისი რეაგირება იქნება. რა და მე მგონი არსებულ სამართალდამცავ უწყებებს დღევანდელი შემადგენლობით და ხელმძღვანელობით ერთი პრეტენზია არ ეთქმით იმასთან დაკავშირებით, რომ ერიდებიან ვინმეს მიმართ პასუხისმგებლობის დაყენებას.
არავის მიმართ არ ერიდებიან, არის საქართველოს კანონმდებლობა და ყველამ კეთილი ინებოს ბრიუსელმაც, სტოკჰოლმაც და სხვა დედაქალაქმაც პატივის წეს საქართველოს დამოუკიდებლობას და შეეშვან აქ რაღაცა კრიპტოვალუტებით და ჩემოდნებით ფულის ტრიალს. ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი გრძელდება 271 დღეს ისინი კომპანია ჯორჯიან მანგანეზის მხრიდან ჩატარებულ რეორგანიზაციასა და 2000-მდე ადამიანის უმუშევრად დატოვებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათ გაწეული სამუშაოებისათვის ანაზღაურება ჯერ კიდევ არ აუღიათ. მაღაროელები ღირსეულ სამუშაო პირობებსა და 4 დაპატიმრებული მაღაროელის გათავისუფლებას ითხოვენ. 4 მაღაროელი მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი 29 აპრილს დააკავეს. გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 318 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მოგვიანებით მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ბრალი დაუმძიმდათ სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 270 დღე არის უკვე პროტესტის რეჟიმში ვართ, აქ ჩამოსულები, ჭიათურის მაღაროელები, ვაპროტესტებთ უკანონო რეორგანიზაციას, 4 ჩვენი თანამებრძოლი, მეგობარი, დაჭერილები, უკანონო დაჭერილები არიან დაახლოებით 5-6 თვის განმავლობაში. სახები გვაქვს ჩვენ მარტის და აპრილის ხელფასები, რომელიც უშუალოდ ვალის სახით აქვს გადმოსაცემი ჩვენთვის დღესაც აუნაზღაურებელია და გვეუბნება ერთი რუსი ადამიანი ჩვენ ჭიათურლებს, ჩვენს მიწაზე, ჩვენს ქალაქში მყოფებს, შრომელებს რეალურად რომ აი გეკუთვნით და არ გაძლევთ. ქალაქი იცლება 2000 ადამიანი დატოვეს 3620 ადამიანიდან უმუშევარი და რა ვიცი ღვთის წინაშე, ერის წინაშე, სინდისის ნამუსის წინაშე ჩვენ შრომელები ვიძახით რომ რეალურად ჭიათურას ჭირდება გადარჩენა. ევროსკეპტიციზმი გამოწვევები საქართველოსთვის აღნიშნულ თემაზე ქუთაისში შეხვედრა გაიმართა. მიმდინარე გამოწვევებსა და პრობლემებზე ისაუბრა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა კორნელი კაკაჩიამ. შეხვედრას სამოქალაქო მედია სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მიზანი არის რომ კიდევ ერთხელ ასე ვთქვათ გადავხედოთ რამდენად აქვს საქართველოს შესაძლებლობა გააგრძელოს ევროპული გზა, მით უმეტეს იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ ძალიან ბევრი ქვეყანა, მათ შორის კანდიდატი ქვეყნები ემზადებიან თქვათ 2030 წლში გაწევრიანებისთვის, ბოლო გაფართოების ასე ვთქვათ ანგარიში საქართველოს მოხსენიებული იყო, რაც გარკვეული ლიმიტის საფუძველს იძლევა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვეულებრივ იმ მდგომარეობაში, რაც ქვეყანაში არის, შეიძლება ევროპაში საერთოდ უარი ეთქვა გაფართოების ანგარიში საქართველოს შეყვანაზე, მაგრამ ეს კიდევ მიუთითებს იმაზე, რომ მათ ჯერ კიდევ აქვთ ქართული საზოგადოების იმედი და ეხლა ჩვენ არ ვიცით ეს რა როდის მოხდება და როგორ მოხდება, მაგრამ ფაქტი არის, რომ ევროკავშირი ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ასე ვთქვათ კარს საბოლოოდ არ ხურავს, მაგრამ ბევრი რამ დამოკიდებულია იმ ცვლილებებზე, რომელიც ქვეყანაში უნდა მოხდეს. ევროკავშირში გაწევრიანება ფაქტურად ქართველი ხალხის ასე ვთქვათ ოცნებაა და ამას ვთქვათ ეს არ არის ვთქვათ პირადი აზრი, იგივე საზოგადოებრივი აზრის კვლევები მიუთითებს 80% მოსახლეობის ხარჯს უჭერს, იმიტომ რომ მათ იციან რომ ამის უკან დგას იგივე სოციალური კეთილდღეობა, ვთქვათ მომავალი განათლება, ეკონომიკური კეთილდღეობა და ბევრი სხვა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ევროკავშირის ინტეგრაციით და რაც ყველაზე მთავარია სუვერენიტეტის დაცვა, რომელიც მნიშვნელოვანია ესეთ პატარა სახელმწიფოსთვის როგორც საქართველოს. დღევანდელი შეხვედრა ემოციონალური სიტუაციიდან გამომდინარე მიზნად ისახავდა, რომ დღეს არსებულ მდგომარეობაზე გვესაუბრა საზოგადოების იმ ნაწილთან, რომელიც ჩართულია ევროინტეგრაციის პროცესში რეგიონის დონეზე. უკვე ერთი წელი გავა, რაც ასე ვთქვათ, ითქვა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და გადაიდო, თუმცა ხედავთ იმასაც, რომ საზოგადოება ხალხი იბრძვის აი ამ პროცესის ისევ გაგრძელებისთვის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დღევანდელი შეხვედრა შემდგარიყო, გვესაუბრა იმ გამოწვევებზე, იმ რეალობაზე, რაშიც დღეს ჩვენი ქვეყანა იმყოფება.
სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია შედგა თემაზე პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების საისტორიო ქრონიკები და სამართლებრივი მემკვიდრეობა. ლექცია პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების 1700 წლის თავს მიეძღვნა, რომელიც ისტორიის დოქტორმა, ისტორია არქეოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორმა ლაშა დეისაძე შარვაშიძემ წაიკითხა. აი ამ განსაკუთრებული მოვლენიდან, ანუ ეკლესიის ისტორიაში პირველი მსოფლიო კრების გამართვიდან, მიმდინარე 2025 წელს შესრულდა 1700 წელი. ამ მოვლენას მსოფლიოს სხვადასხვა ლოკაციაზე ეხმაურებიან, როგორც საეკლესიო კუთხით, ისე საერო სახელმწიფოებრივი მიმართულებით და მათ შორის გამოეხმაურა ჩვენი უნივერსიტეტი სწორედ ჩემი საჯარო ლექციის მეშვეობით. საქართველოს ისტორიისთვის განსაკუთრებულია ის, რომ აი ამ კრებაში მონაწილეობას იღებდა პიტიუნტის, იგივე ბიჭვინთის ეპისკოპოსი სტრატოფილე, რომელიც არის თანამედროვე დღევანდელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი დასახლებული პუნქტი მოგეხსენებათ ახლანდელ აფხაზეთში და უშუალოდ ეხლა კონკრეტულად საქართველოს რამე იყო, მოდი ასე ვთქვათ, ეს არის მთელი ეკლესიის მემკვიდრეობა, ანუ ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ეს არის მემკვიდრეობა. ეს ზოგადად ერთ-ერთი უპირველესი მოვლენა ქრისტიანობისა და მსოფლიოს ისტორიაში და საქართველოსთან მიმართებით ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდოდ ამ დროს ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია ჯერ კიდევ არ არის გამოცხადებული, პირველ საეკლესიო კრებას ესწრებოდა იმდროინდელი საქართველოს წარმომადგენელი დასავლეთ საქართველოს, ანუ ბიჭვინთის ეპისკოპოსი სტრატოფილე და პირველი საეკლესიო კრების, შემდეგ მეორე საეკლესიო კრების გადაწყვეტილებები, რომელსაც ნიკია კონსტანტინოპოლის მრწამსი ჰქვია, ეხლაც მოქმედებს ქრისტიანულ სამყაროში, შობა აღდგომის დღესასწაულების ზეიმი, აი სწორედ იმ პირველი კრებების დადგენილების მიხედვით ხდება და ძალიან კარგი არის, რომ ჩვენს უნივერსიტეტში, ჩვენს ფაკულტეტზე, ჩვენი ახალგაზრდებისათვის მსგავსი ღონისძიებები ტარდება. ეს ხელს უწყობს მათ კიდევ მეტ ინფორმირებას, რომ გაისიგრძეგანონ ჩვენი ქვეყნის საქართველოს ადგილი მსოფლიოს მრავალ საუკუნოვან ისტორიაში. ხშირად ამას ვერ ხედავენ. და ეს მნიშვნელოვანია. მე თუ ჩემი მეტაკარგული მაქვს, სადღაც წლების წინ, რასოდეს არ დამავიწყდება ერთ-ერთი სახელმწიფო მოხელე იყო და რომ მივიტანეთ 2006 წელს კანონი, რომ მიიღებული იყო საქართველოს ოჯახში ძალადობის კანონი. რატო გჭირდებოდაო ეს კანონი? ვისი უფლებები ირღვევა ქალის? როგორ გეკადრებათო ქალბატონებო? ქალის უფლებები, როგორი ქალი ჩვენ გაღმერთებული ყავს. პირველი 5 წელი ქალს ეშინოდა ლაპარაკი. იცით როგორ დაიწყეს? ვითომ ვიღაც მეგობარს ჭირდებოდა. ვითომ დაქალი იყო მსხვერპლი, მაგრამ ნელ-ნელა ამოიღეს ხმა. უფრო მოდიან დასაცლელად იტყვიან პრობლემას დაგიშლიან, მაგრამ უნარი არ აქვთ, რომ შეფასება არ აქვთ ისეთი ძლიერი და თვითონ არ არიან ეკონომიურად ძლიერი, რომ რაღაცა გადალახონ ბარიერი და მის ცხოვრებაში რაღაცა შეიცვალონ. მე თუ დავრჩი და ჩემი შვილი თუ ხედავს მე რას ვითმენ, ამით მე რას ვეუბნები მას, მე თუ ვითმენ ჩვენც მოედმინე. ყველა ცალ-ცალკეა. ეს ბავშვების ნახატებია. სათამაშო არც ერთი არ არის. კონდა კონდეს ბავშვი სათამაში. ნახეთ ეს დედმამაა და ეს ბავშვი ტირის ცრემლი. ვინ ხედავს ამ ცრემლს? ეს ტრაუმას ვინ ხედავს? ჩვენ ქმნით ოჯახებს, იმიტომ რომ შესაქმნელია ოჯახი. მერე არც ერთი მხარე და არც მეორე ამაზე არ ფიქრობს. რაც გამოვა ის არ ვითარდებით. ხო, ვლაპარაკობთ ბევრს თანასწორობაზე, ქალი და კაცი თანასწორია, როდის იყო ლათქმული, მაგრამ დღემდე თუ გათხოვდი, პატრონს ჩააბარდი. რატო უნდა იყოს ის ჩემი პატრონი, რატო არ უნდა ვიყო თანასწორი? ხო? ხალხი რას იტყვის? არის ეს დღემდე არის.
ეს სირცხვილია. იმიტომ რომ არ ვართ თავდაჯერებულები, ქალები. თვითშებასება ეს ერთი სიტყვა, მაგრამ იქ იმდენი რაღაცა შედის, ხო? ემოციური მხარე, გაცნობა საკუთარ თავთან, საკუთარ შინაგან მეზთან, ეს ყველაფერს, ამას ყველაფერს დრო უნდა და გაცნობიერება უნდა. ძალიან ბევრი რაღაცა ჩვენ ტრენინგები, გაძლიერებისთვის საიტები, საიტი გვაქვს, როგორც საფეხურები ისე დალაგებულია ყველა, მაგალითებიც მოყვანილია ყველაფერი, მაგრამ იცით რა არის? როცა მე არა მაქვს გამბედაობა. ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა შენ დედა გიჭერს მხარს და მამაც გიჭერს მხარს, როცა არა ხარ მარტო, ან ძმა, ხშირად დედმამას არ მიუღია და ძმამ მიიღო და ძმამ გააძლიერა. ხო, ან მეგობარმა გააძლიერა, მაგრამ ყველაზე დიდი ბიძგი აქვს ქალებს, როცა ახრჩობენ და სიცოცხლეს, საკუთარ სიცოცხლეს ეხება. არასოდეს არ დამავიწყდება, არ ვერ წამოვიდგენე როგორ დავაღწიეო, რომ მახრჩობდაო. და საიდან მომივიდა ამდენი ძალა არ ვიციო და მე მასთან მეორეჯერ არ დავბრუნდებიო. მაგრამ მაგას ჰქონდა მხარდაჭერა აქეთ. ოჯახმა მიიღო. გაუგეს სიტუაცია, ხო? და თუ ოჯახმა არ გაგიღო და არავის არ მაშინ სად მედიხარ? მაშინ რჩები იმ ჯაობში. აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ჯგუფურად შეძენა შენახვის ბრალდები თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები თბილისის სენაკ-კილესელიცის ავტომაგისტრალზე ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ მათი პირადი და ავტომობილის შხრეკის შედეგად ნივთმტკიცება დამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი კაფსულები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261 მუხლით მიმდინარეობს დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოდან უცხო ქვეყნის 32 მოქალაქე გააძევეს. ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გაძევებული არიან თურქეთის, ინდოეთის, ირანის, პაკისტანის, რუსეთის, კამერუნის, ჩინეთისა და ნიგერიის მოქალაქეები. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.